გამარჯობათ ჩემო მეგობრებო, ჩემო გამომწერებო. დავასრულებ კიდევ ერთი შეკვეთა დასაკეციდანო დიდგორის თემატიკით. გამოვიდა. ტარზე გახლავთ წმინდა გიორგი. აქ დამკვეთის თხოვნით კონდაკია, ერთგვარი ლოცვა. აქ დიდგორის სცენა, კუძე, დავით მეფე, დავითიანის ჯვარი. აქი გორგასალის დავით აღმაშენებლის გამოსახულება, ხატი. აქ წმინდა გიორგის ხატი. პირზე გახლავთ დიდგორის ბრძოლის ერთგვარი სცენა, გრავირებული მარჯვენა მხარეს. და აი აქეთ გახლავთ იგივე დიდგორის სცენა, დიდგორის ბრძოლის სცენა, მაგრამ შუაში წმინდა გიორგის გამოსახულება, ცხენზე ამხედრებული, ხმალ მომარჯვებული. ორი ოდესით ვიტყვი მასალებს და შემდეგ დანიშნულებასაც. დანა გახლავთ პირი ფიქსატორი და კუდი 440C, ეს არის უჟანგავი ფოლადი. ტარი გახლავთ 20-18 ემათიტე, თითბერი და შავი ცეცხლგამძლე ებონიტი. ელა დანის დანიშნულებას რაც შეეხება. სხვა დანებისგან განსხვავებით, ეს დანა უკვე არის სუვენირი. და რატო? ჩვეულებრივად ფუნქციური დანაა, მარტო დანას რო შევხედოთ, ფუნქციური დანაა, ნებისმიერ საქმეში შეიძლება გამოყენება, მაგრამ ამ შემთხვევაში, როცა სიწმინდეებია დანაზე დატანილი, ამ დანას უკვე აქვს სუფთად სუვენირული დანიშნულება. ამისი გამოყენება, ამ დანის გამოყენება პრაქტიკაში არ შეიძლება. იმიტომ რომ დანაზე არის სიწმინდეები. ანუ წმინდა გიორგი სრული კანონიკის დაცვით, პირზე ხატის წმინდა გიორგის ხატია იგივე სრული კანონიკის დაცვით, ქარაგმების გარეშე. და აქი აღმაშენებლის ხატი, ასევე შარავანდედით. ეს არის სუფთა სუვენირი. კი ბატონო, რაღაც გარკვეული კრიტერიუმებით, მაგალითად დღესასწაულზე, ან რაღაც ღონისძიებაზე შეიძლება ამ დაგვარ ღონისძიებაზე დანის გამოყენება, მაგრამ როგორც ასეთი ყოველდღიურობაში და სხვადასხვა დაბადების დღეზე და ასე შემდეგ დანის გამოყენება არ შეიძლება. იმიტომ რომ ისევ და ისევ დანაზე არის სიწმინდეები. დანის ზომებს რაც შეეხება გაშლილ მდგომარეობაში აი ამ წვერიდან წვერამდე სწორი ხაზი გახლავთ 30 სანტიმეტრი, პირის სიგრძე გახლავთ 13 სანტიმეტრი და 5 მილიმეტრი. სისქე გახლავთ 4 სანტიმეტრი და 2. ასეთი ერთობლივაში. სიწმინდეების დატანას ვერ იდებოდი, მაგრამ რამოდენიმე თვის წინ მამაოს გაუკეთე ლახვარი და ზუსტად იმ პერიოდში ამდაგვარ დანას ვაკეთებდი და თვითონ მითხრა, რომ უფრო საინტერესო იქნებოდაო ეს სიწმინდეები რო დაგეტანაო ზედაო და მე თავს ვიკავებდი და აქედან გამომდინარე რაღაც მამაო მითხრა და რაღაც და ზოგადად ისტორიული იარაღები არის, რომელზეც ხატებია დატანილი. მაგრამ ის იარაღები მხოლოდ და მხოლოდ ცერემონიალური დანიშნულებისაა და არა საბრძოლო.
აქედან გამომდინარე, როგორც ეს დანა არის უფრო ცერემონიალური. თორე სიმტკიცე, გამძლეობა, ჩამკეთ სისტემასაც შეეხება ამის თქმა და მოვიწყდა. ჩამკეთის სისტემა გახლავთ ტრიადლოგი, ანუ ორმაგი ჩამკეთის სისტემა. სტიან, მეცობრიობაში. ფუცელსაც გამატებით ვიღებს. მადლობა ყველას წარმატებებს გისურვებთ.